გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 17-ზე დამოშვებაში ნახავთ. დეზინფორმაციული კამპანია უპრეცედენტო ინვესტიციის წინააღმდეგ მმართველი გუნდი ეკონომიკურ დივერსიაზე საუბრობს. ინსტიტუციური გაჯანსაღება და დემოკრატიის გაძლიერება პარლამენტის თავმჯდომარე საშემოდგომო სესიას აჯამებს. საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი სერბეთის რესპუბლიკაში დასრულდა. მიხეილ ყაველაშვილი ვიზიტის ფარგლებში შეხვდა სერბეთის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს. მას პირადად უმასპინძლა სერბეთის პრეზიდენტმა. სერბეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის დასასრულს საქართველოს პრეზიდენტი მეუღლესთან თამარ ბაგრატიონთან და დელეგაციის წევრებთან ერთად სერბეთის რესპუბლიკის ეროვნულ მუზეუმს ეწვია. საქართველოს დელეგაციას სერბეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრმა და სერბეთის ეროვნული მუზეუმის დირექტორმა უმასპინძლეს. საქართველოს პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად ბელგრადში უმსხვილესი ინვესტორი კომპანიის Eagle Hills-ის დეველოპერულ პროექტს გაეცნო. პროექტი ბელგრად ვოტერფრონტი მიხეილ ყაველაშვილს სერბეთის პირველმა ვიცე-პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა გააცნო. პროექტის ჯამური ღირებულება $3 მილიარდ აღემატება. მისი მშენებლობა Eagle Hills-მა ბელგრადში 2014 წლიდან დაიწყო. თქვენ აქ ხედავთ უძრავი ქონების უმსხვილეს დეველოპმენტს ევროპის ამ ნაწილში. ჩვენ ახლა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე მაღალი შენობის 41 სართულზე ვდგავართ. ეს არის 100 ჰექტარი მიწის ნაკვეთი და 2 მილიონი კვადრატული მეტრის ახალი დეველოპმენტი ბელგრადში, რაც მოიცავს საცხოვრებელ, კომერციულ და ბიზნეს ფართებს. ამ პროექტმა შექმნა 10,000 ახალი სამუშაო ადგილი და სერბეთის ეკონომიკაში დღის მდგომარეობით 9,7 მილიარდი ევრო შეიტანა. მთლიანი ინვესტიცია კი დაახლოებით 4 მილიარდამდე ევროა. ეს ყოველივე შეეხება ზრდის ახალ წყაროებს, საკუთარი თავის განსხვავებულად წარმოჩენასა და ახალი ინვესტიციების შემოტანას, ასევე მოქალაქეებისთვის კარგი ხარისხის ცხოვრების შექმნას. ეკონომიკური დივერსია საქართველოს წინააღმდეგ. ასე ფასდება ის კამპანია, რომელიც უპრეცედენტო ინვესტიციის წინააღმდეგ აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად სოციალურ ქსელში Eagle Hills-ის პროექტებზე ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი ყალბი ვიდეოები ვრცელდება. თითქოს საქართველოში არსებული არაბული სახელმწიფოებიდან ჩამოსული შუამავლები არაბებზე მიწებს ყიდიან. შეხედეთ ამ მიწის ნაკვეთს. ეს ნაკვეთი 10,000 მეტრია, რომელიც ჩვენი კლიენტისთვის შევიძინეთ. არაბიზაცია არის ტყუილი. შეიძინეთ საუკეთესო სამშენებლო მიწა დედამიწის სამოთხეში, საქართველოში. როდესაც ერთ ნარატივს ავრცელებს ნაცმოძრაობა და ალტინფო, მე მგონი საზოგადოებისთვის ადვილი არის დასკვნების გამოტანა, თუ საიდან არის ნაკარნახევი ეს ნარატივი. როდესაც ისტორიაში უპრეცედენტო ინვესტიცია, რომელსაც არ აქვს ერთი ნაკლიც კი, მხოლოდ სარგებელი მაქვს ამ პროექტს და ამ პროექტის წინააღმდეგ, როცა ვხედავთ ნარატივებს, აქ გასაგებია, რომ ეს არის ეკონომიკური დივერსია, რომელიც ორგანიზებული არის გარედან. ის, რაც ვერ მოახერხეს პოლიტიკურად, საქართველოს ხელისუფლების დამხობით დაემხოთ საქართველოს როგორც ქვეყანა და დაემორჩილებინათ, ახლა უნდათ ეკონომიკური დივერსიით გააკეთონ. მარტივი შეცდომა დაუშვეს, როდესაც იჩქარეს იმისთვის რომ ქონოდათ შეიძლება მაქსიმალური დაფარვა პროპაგანდისტული, ეს დავალება მისცეს ნაციონალურ მოძრაობასაც და ალტინფოსაც ერთად და ერთ ნარატივზე ასაუბრებენ ნაციონალურ მოძრაობას და ალტინფოს. ამით უკვე საზოგადოებისთვის ნათელი ხდება, რომ ის რასაც ნაციონალურ მოძრაობა ეწინააღმდეგება, ეს ისტორიული გამოცდილებით დადასტურებულია, ის არის სასარგებლო. ერთი ეტაპის გადავლის შემდგომ ხედავთ მეორე ტალღას ამ კონკრეტული პროექტის წინააღმდეგ. გასაგები მიზეზის გამო ეს არის არსებითად მნიშვნელოვანი პროექტი ქვეყნის განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადაყვანისთვის. მის ინტერესშიც არ არის საქართველოს განვითარება, ყველა არის, როგორც ხედავთ, დარაზმული იმისთვის, რომ ეს პროექტი ჩააგდო. შეუქმნა სერიოზული საფრთხე ამ პროექტს. ეს უკვე აღარ არის ერთი-ორი დეზინფორმაციული კამპანია, ეს არის ჩვეულებრივი ეკონომიკური დივერსია და იმედია შესაბამისი სამსახურები არაუბრალოდ პიარული თვალსაზრისით დაგეგმავენ შემდგომ ნაბიჯებს, არამედ შეიძლება რაღაც სამართლებრივი რეაგირებაც განიხილონ ამ ტიპის ქმედებების წინააღმდეგ. ეს კიდევ ერთი კამპანია არის, დეზინფორმაციული კამპანია Eagle Hills-ის უპრეცედენტო ინვესტიციასთან დაკავშირებით. იმ პირობებში, როდესაც ციფრული სამყარო ისე განვითარდა, რომ ძალიან რთულია განასხვაო ტყუილ-მართალი, ალბათ ამ შემთხვევაში ერთი უტყუარი ტესტი შეიძლება გამოვიყენოთ, როდესაც პრემიერ-მინისტრი და ჩვენთვის მაღალსანდაობით აღჭურვილი პოლიტიკური გუნდი აცხადებს, რომ ეს იქნება ეროვნული ინტერესების დამცველი პროექტი, რომ ეს იქნება განსაკუთრებული ეკონომიკური ეფექტის
მატარებელი პროექტი და ამის საპირწონე ჩვენ უყურებ გავრცელებულ სრულ ფეიკებს და დეზინფორმაციას, ვფიქრობ, რომ ადვილი მისახვედრია, რა არის სიმართლე და რა სიცრუე. ინსტიტუციური გაჯანსაღება და დემოკრატიის გაძლიერებამ და სხვა დასახული მიზნების შესრულებაში პარლამენტის საშემოდგომო სესიის ფარგლებში აქტიურად იყო ჩართული. გაწეული საქმიანობა ქვეყნის პირველმა კანონმდებელმა შეაფასა და განმარტა, რომ პარლამენტმა მოქალაქეების საუკეთესო ინტერესების შესაბამისად იმუშავა. უკვე მიღწეულ შედეგებთან ერთად იყო გამოწვევებიც პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს საკანონმდებლო საქმიანობაში უხეში ჩაარევის არაერთი მაგალითიც გაიხსენა. ერთ უმოადგენდა საქართველოს პროცესი ინსტიტუციური მოწყობისა დავაახლოვეთ ჩვენ კონსტიტუციურ მოწყობასთან იმ ჩანაფიქრთან, რომელიც ჩადებულია კონსტიტუციაში და რა თქმა უნდა ეს მუშაობა გაგრძელდება. მეორე მიმართულება გახლავთ საქართველოს დემოკრატიის გაძლიერების მიმართულებით მიღებული სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილებები, მათ შორის განსაკუთრებით გარე ჩარევებისგან საქართველოს დემოკრატიის დაცვის მიმართულებით. გამოსაყოფი არის რა თქმა უნდა დიდი პროექტები, როგორც არის მაგალითად საარჩევნო კოდექსი, რომელიც საკმაოდ მოცულობით სამუშაო იქნა ჩატარებული და გამოვყოფთ ასევე განათლების რეფორმის პაკეტს. მართლაც ისტორიული პროცესი არის ამ მხრივ, რომელიც თვისებრივად შეცვლის საქართველოში ზოგად და უმაღლეს განათლებას. საქართველოს დაუბრუნებს საკუთარი უმაღლესი განათლებით სიამაყის გრძნობას. ჩვენ ამ წელს როგორც სახელმწიფო ვასრულებთ გამარჯვებული იმ მხრივ, რომ გვაქვს უპრეცედენტო რეგიონისთვის უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა. ამას ვახერხებთ ჩვენი ძალით ზედმეტი გარე არათუ მხარდაჭერის, არამედ უმეტეს შემთხვევაში გარედან ხელის შეშლის ფონზე, როდესაც ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ ძირი გამოთხოვდა საქართველოს ეკონომიკას, ძირი გამოთხოვდა საქართველოს უსაფრთხოებას და მშვიდობას. ჩვენი პრობლემების დაძლევაში ვართ, რომელიც ოკუპაციის გამოწვევებს გულისხმობს და ოკუპაციის დასრულების მიზანს და ამას ზემოდან კიდე გვიმატებენ წაქეზებას გამწვევებისკენ, ესკალაციისკენ, შუღლისკენ, ყველაფერი იმისთვის კი, რაც კი არის ანტონიმი ევროპულობისა და ამას აკეთებენ ევროკავშირის დროშით ხელში, წვავს საქართველოს პარლამენტს ევროკავშირის დროშით ხელში, ძალადობრივ შტურმით ცდილობს პრეზიდენტის სასახლის აღებას. ევროკავშირის დროშის ხელში ისვრი მოლოტოვის კოქტეილს, ეროვნული ინტერესი არის ამოსავალი ნებისმიერი გადაწყვეტილებისა, უსურვებ ყველას პოლიტიკურად, რომ საკუთარ ხალხს მოусმინოს ყველა ხელისუფლება. ეს იქნებოდა ჩვენი სურვილი სხვა ქვეყნების ხელისუფლებების მიმართ, რომ მიბაძონ საქართველოს ხელისუფლებას, ყური დაუგდონ საკუთარ ხალხს და იმოქმედონ საკუთარი ხალხის ინტერესებით. ესპანეთის სამეფო სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში საგარეო საქმეთა ევროკავშირისა და თანამშრომლობის სამინისტროს საგარეო და გლობალურ საქმეთა სახელმწიფო მდივნის მოსმენა გაიმართა. კომისიის ხდომაზე ერთ-ერთმა სენატორმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვა საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. გააკეთა საქართველოს ხელისუფლების მხარდამჭერი განცხადებები და თქვა, რომ მხარს უჭერს დიალოგის გაფართოებას. საქართველოს დღევანდელი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური მდგომარეობის გასაგებად აუცილებელია რამდენიმე ფუნდამენტური გარემოების გათვალისწინება. ამჟამად რუსეთს სამხედრო წესით ოკუპირებული აქვს ამ პატარა ქვეყნის ტერიტორიის 20%, რომელიც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენს. საქართველოს მთავრობას პრორუსობაში სდებენ ბრალს, თუმცა ეს ასე არ არის. საქართველოს მთავრობისგან რუსეთის მიმართ უფრო ხისტი პოზიციის დაკავებას მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მას პუტინის კოლაბორაციონისტად წარმოჩენის საფრთხე ემუქრება. მაგრამ როგორ შეიძლება რომ ისევ არ ვითვალისწინებდეთ საქართველოს დელიკატურ გეოპოლიტიკურ მდგომარეობას? ვინ დაეხმარება საქართველოს რუსეთის მხრიდან სრულმასშტაბიანი თავდასხმის შემთხვევაში? მართლ პარტიას ანტიევროპულობაში სდებენ ბრალს, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოს მთავრობა და პარტია ქართული ოცნება პროევროპულები არიან. სხვაგვარად, როგორ უნდა აიხსნას ის ფაქტი, რომ ქართული ოცნების მთავრობა მიშრომა საკუთარი ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის ოფიციალური კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად და მეტიც მიაღწია კიდეც. ჩვენ მხარს ვუჭერთ დიალოგის გაფართოებას. სამწუხარო რეალობა, რომლის აღიარებამდეც ევროპელი ლიდერები მივიდნენ. ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ უკრაინის ნატოში გაწევრების მცირედი შანსიც კი არასოდეს ყოფილა. ქართული ოცნების განცხადებით, ეს არის პოლიტიკური უტიფრობა და უკრაინელი ხალხის მოტყუება. ნატო არ გაფართოვდება და არც აპირებდა არასდროს გაფართოვებას. აი ეს არის სინამდვილეში, რაც ითქვა ბორის ჯონსონის პირით. ეს არის მთელი სამწუხარო მდგომარეობა, ომი, რომელსაც უკრაინა 4 წელია აწარმოებს, მათ შორის საკუთარი უფლებისთვის
რომ იყოს ნატოს წევრი, ამ ომის ბოლოს, მხოლოდ ბოლოში ეუბნებიან, რომ არც არასდროს აპირებდნენ უკრაინის მიღებას ნატოში. ჩვენ გვესმოდა ბუქარესტის სამიტის შემდეგ 2008 წლის შემდეგ წლიდან წლამდე ყოველ წელს გვესმოდა ღია კარი და რომ აუცილებლად გახდებიან უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები ყოველ წელს უკრაინას ეუბნებოდნენ რომ გახდება აუცილებლად გახდება წევრი და ახლა გაირკვა რომ არც არასდროს დომებიათ თურმე უკრაინის გაწევრიანება ნატოში ეს არის მიამიტობა შეიძლება რომელიმე დასავლეთ პოლიტიკოს ქონოდა მეორე ეს არის მავნებლობა რომ შეაგულიანო ქვეყანა შეუქმნა აღქმა ამით შეგულიანებული წავიდეს ყველანაირ ესკალაციაზე როგორც ეს სააკაშვილმა 2008 წელს გააკეთა როგორც ეს უკრაინაში ვიხილეთ ეს ძირს უთხრის ყველანაირ ნდობას რომელიც შეიძლება არსებობდეს ამ ადამიანების მიმართ ეს არის ტრაგედია იქიდან გამომდინარე რომ უკრაინა რომელიც დღეს ცეცხლის ალშია გახვეული რომელმაც ტერიტორიები დაკარგა რომელმაც უამრავი ადამიანი სამოქალაქო მშვიდობიანი მოქალაქე დაკარგა როდესაც დღეს გამოდიხარ და უტიფრად ამბობ რომ თურმე უკრაინას არასოდეს შანსი არ ქონდა ნატოში გაწევრიანების მაშინ რატომ ატყუებდნენ უკრაინულ საზოგადოებას ფაქტიურად მათ სიტყვას ფასი არ ქონია არანაირი ფასი და მთელი ამ წლების განმავლობაში ეს ყველაფერი იყო რაღაც ფარსი დადგმული სპექტაკლი თუ ბორის ჯონსონს დაუჯერებთ ამ ადამიანმა გადამწყვეტი როლი შეასრულა თავის დროზე სტამბოლის მოლაპარაკების ჩაშლაში და იმის მერე ჩვენ ხედავთ რომ კიდევ და კიდევ უფრო მძიმე ვითარებაში იმყოფება უკრაინა და დღეს როდესაც ამბობს რომ თურმე ნატოში წევრიანობა ყოველთვის ილუზია იყო უკრაინისთვის და მაშინ პირიქით ამბობდა რომ დაჩქარებულად უნდა მიეყო ნატოს ან მაშინ იტყუება ან ეხლა და რა თქმა უნდა მაშინ იტყუებოდა პირველ რიგში ეს ადამიანი და დღეს თუ კიდევ იმეს ეპარება ეჭვი რომ ამ ტყუილებს манипуляციას კონკრეტული მიზანი ჰქონდა რომ უკრაინა გამოეყენებინათ სარგეულ ბიუროკრატებს თავისი შაბნელი მიზნებისთვის ისე რომ საერთოდ არ აინტერესებდა და არც ადარდებდათ უკრაინის და უკრაინელი ხალხის ბედი არც მაშინ და არც ეხლა რა თქმა უნდა ეს უკვე ფაქტები შეგვიძლია ვთქვა და ამ ყველაფრის ფონზე კიდევ ერთხელ წმუნდებით იმაში რომ რაც გადარჩა ჩვენი ქვეყანა როგორ უნდათ რომ გაეწირათ ამათ ევროპისთვის პუტინთან დიალოგის განახლება სასარგებლო იქნებოდა. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა. ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ მოსკოვთან დისკუსიისთვის სათანადო საფუძვლის მონახვა, როგორც ევროპის, ისე უკრაინის ინტერესებში შედის. მაკრონის ამ განცხადებაზე პოლიტიკური შეფასებები კეთდება. საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ეს არის ორმაგი სტანდარტის მორიგი კაფიო გამოვლინება. არაფერი ახალი არ ხდება. ასე იყო 2008 წლის ომის შემდეგ ერთი წელიც არ იყო გასული, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ამ წუთებში პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მედიასთან აკეთებს კომენტარს, რომელსაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. დავიწყოთ ვიზიტის შეჯამებით, როგორც შეხვედრა დღეს კი ეკონომიკურ პროექტებსაც გაიცანით, რა გზავნილებით ბრუნდებით საქართველოში? დიახ, დამთავრდა ჩემი შეხვედრა სერბეთში, ჩემი ვიზიტი და შემიძლია ჩვენ საზოგადოებას გავაცნო შემაჯამებელი თვალსაზრისით. ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო, საზოგადოებას ჰქონდა საშუალება რომ ეხილა ეს ჩვენი შეხვედრების შესახებ. პირველ რიგში რა თქმა უნდა მინდა უღრმესი მადლობა გადაუხადო სერბეთის პრეზიდენტს ბატონ ალექსანდრ ვუჩიჩს, გულთბილი, საქმიანი და პარტნიორული შეხვედრისათვის. ჩვენ არაერთ თემას შევეხეთ, არის რიგი საკითხები, რომელსაც ორივე ქვეყანა პრინციპში ერთდროულად უმკლავდებით. ამ გამოწვევებს თითქმის საერთო გამოწვევებია, ეს ევროკავშირთან მიმართებაში შეიძლება აღვნიშნოთ, მაგრამ ყველაზე მთავარი იყო, რომ ესეც ცოტა განსხვავებულია, რომ პირველი ვიზიტი იყო საქართველოს პრეზიდენტის, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნები, ჩვენი ხალხი ასე ერთმანეთს, ასე ვთქვათ, დიდი ხანია
გულშემატკივრობს სერბი და ქართველი ხალხი ძალიან ემოციურია მათი შეხვედრები ძალიან აფასებენ ერთმანეთს როგორც საქართველოში ვაფასებთ სერბეთს ისე აფასებენ აქაც ძალიან ქართველებს საქართველოს და ეს რა თქმა უნდა საამაყოა ნებისმიერი ქართველისთვის რომ ესეთი დამოკიდებულებით არის შენს მიმართ სხვა ერის წარმომადგენლები ბევრი საერთო გვაქვს ჩვენ ერთი სარწმუნოება გვაქვს ღირებულებით ნაწილში ეროვნულ ინტერესებთან გათვალისწინებით ის ბრძოლის მეთოდები, რითაც ეს ხალხი საუკუნეებია ბრძოლობს, თითქმის იდენტურია, რასაც ქართული ხალხი აკეთებს და ეს სასიამოვნო იყო, როცა ეს საერთო გვაქვს სხვა ხალხთან. რაც შეეხება საქმიან ურთიერთობებს, სწორედ წამოიჭრა საკითხები, როგორც საერთო პრესკონფერენციაზე ჩვენ განვაცხადეთ, რომ სულ რამოდენიმე ხანში იგეგმება კომისიის ასე თქვათ შეხვედრა ეკონომიკურ საკითხებზე, სავაჭრო ეკონომიკურ საკითხებზე, განიხილება ბევრი თემა, ჩვენ შევეხეთ სოფლის მეურნეობის საკითხებს, სადაც დიდი ინტერესია სამხედრო წარმოებას და აღსანიშნავია, რომ ბელგრადიდან წელს დანიშნული რეისები კვირაში 3-ჯერ არის და თითქმის სავსეა თვითმფრინავები ორივე მხრიდან, ესე იგი ვიზიტორები როგორც საქართველოში, ისე სერბეთში, ბევრი ჩადის საქართველოდან და ასევე სერბეთიდან, ესეც ალბათ უფრო დარწმუნებული ვარ, რომ როცა ეს ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით პირველ რიგში ეს ეხება სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებს რა თქმა უნდა სხვა მიმართულებებიც ეს კულტურის, სპორტის, საგანმანათლებლო პროცესებს შევეხეთ, იგეგმება ასევე ახალგაზრდობის საკითხებთან დაკავშირებით უფრო მჭიდრო ურთიერთობა ჩვენს ახალგაზრდულ მიმართულებას აქვს უკვე კავშირები და იგეგმება საერთო ბანაკების ასე ვთქვათ ერთად წარმოება რომ სერბი ახალგაზრდები ჩამოვიდნენ საქართველოში და პირიქით გასვლითი პროგრამები იყოს შედგენილი რაც შეეხება თვითონ პოლიტიკურ გამოწვევებს ამაზეც გონდა საუბარი ჩვენ გვაქვს სურვილი რომ ერთიანი მიდგომით ვიყოთ ევროკავშირთან მიმართებაში რომ ჩვენ ორივე ქვეყანა ვთვლით რომ ვართ სწორედ ევროპის ნაწილი და ის ორმაგი სტანდარტი რომელიც სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ბრიუსელიდან ხდება ხოლმე ჩვენს მიმართ და ასევე სერბეთის რესპუბლიკის მიმართ ხანდახან არასამართლიანი დამოკიდებულები, ამაშიც არის რიგი თანხმედრები და ჩვენ ამასთან დაკავშირებით ერთმანეთს რა თქმა უნდა გულშემატკივრობთ და ერთი აზრი გვაქვს, იმიტომ რომ ვთვლით რომ ჩვენი ქვეყნები იმსახურებენ მეტ პატივისცემას და ის ღირებულებები, რომელზეც კიდევ ერთხელ გამეორდები, რომელიც ჩვენ ამ რუსეთ-უკრაინის ომის დროს ჩვენ საზოგადოებასთან ერთად დავიცავით, ეს ეხებოდა ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, სანქციებთან მიმართებაში გახსოვთ, რომ როგორი ზეწოლა იყო და ჩვენ დავდექით პრინციპულად და არ შევერთით სანქციებს და გუშინ პრეზიდენტმაც ვუჩიჩმაც აღნიშნა, რომ ჩვენ ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა ვართ ეკონომიკური წინსვლით, სწორედ ამ პარამეტრებით, რომელზეც მეც შევეხე, რომ კვირა არ გავა და თვი არ გავა, რომ საქართველოს არ ფიგურირებდეს საერთაშორისო რეიტინგებში სხვადასხვა მიმართულებით, ეს ეხება გამჭირვალობის თემას, მთავრობის მუშაობას, სასამართლო სისტემას, ეკონომიკურ ზრდას და ასე შემდეგ და ეს პროცესი გაგრძელდება, ეს ვიცით, რომ ეს სიკეთის მომტანია და სწორედ ესეთი ქვეყნები, რომლებიც ამ პროცესში ჩვენნაირად მოქმედებენ, ძალიან კარგად აფასებენ ამ ყველაფერს და მოხარული ვარ, რომ ესეთი კარგი და საქმიანი და თბილი შეხვედრა მქონდა სერბეთში. უკაცრავად დამავიწყდა ასევე ძალიან კარგი შეხვედრა იყო პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. იგილჰილსის პროექტზე მე დაკითხოთ დღეს პირადად გაიცანით და ნახეთ ის მეგაპროექტები, რომელმაც სერბეთს ასე რომ თქვათ შესაძლებლობის ახალი ფანჯარა გაუხსნათ, რომ გითხრათ ამ პროექტზე მეტი და გუშინ როცა ჩვენ საუბრობდით ყველა თემას შევეხეთ პრინციპში და ის კითხვა დავსვი რომ რადგან მქონდა მე ინფორმაცია რომ ბელგრადში იგილჰილსმა განახორციელა პროექტი და კიდევ ხდება განვითარება ამ უდიდესი კომპანიის თუ რა ასე ვთქვათ შედეგი არის აქ მიღწეული და განცვიფრებული ვიყავი როცა პირდაპირ მნიშვნელობით ჩემმა კოლეგამ ბატონმა ალექსანდრე ვუჩიჩმა
პირდაპირ დაიწყო, ანალოგიურ სიტუაციაში ვიყავით ჩვენ და ალბათ აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტია, რაც კი განხორციელებულა ბოლო წლებში სერბეთში და ბელგრადში და მან შემომთავაზა, რომ მენახა ეს ყველაფერი უკვე განხორციელებული პროექტი და დღეს გქონდა საშუალება მე ჩვენ საზოგადოებას მინდა მივმართოთ თქვენი საშუალებით ალბათ რომ იმიტომ რომ თქვენს ნახეთ და ეს ყველაფერი გადაღებულია ყველამ ნახა თუ რა განხორციელდა რა მასშტაბის პროექტი არის როგორი ასე ვთქვათ მასშტაბური არის როგორც ბელგრადისთვის ისე უცხოელი დამსვენებლებისთვის და ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველ ადგილად ითვლება ბელგრადში და ყველას აქვს ამის საშუალება. მე ვთხოვ ჩვენ საზოგადოებას თუ პირდაპირ არ შეუძლია რომ ჩამოგზანდეს ბელგრადში, სადაც პირდაპირ რეისები გვაქვს და კვირაში 3-ჯერ არის ეს რეისი, თავად იხილოს, შესაძლებლობა მოეცემათ რომ მედია საშუალებით ან ვიდეო საშუალებით რომ ნახოს ეს პროექტი თუ რას წარმოადგენს. ეს არის ვიზუალური მხარე, რაზეც მე ვლაპარაკობ, მაგრამ მე მინდა მადლობა გადაუხადო ასე ვიცე-პრემიერს, რომელსაც თხოვა პრეზიდენტმა რომ ჩვენთან ერთად ყოფილიყო და გაეცნო უფრო მეტად დეტალურად ამ პროექტის შესახებ, ზუსტად ანალოგიური ხელშეკრულებაა დადებული სახელმწიფოსთან 35-იანი წილი სახელმწიფოს ეკუთვნის დღესდღეობით დაახლოებით 9 მილიარდზე მეტი შემოსავალი აქვს უკვე ბიუჯეტში სერბეთის სახელმწიფოს დაახლოებით 3 მილიარდ ნახევარი 4 მილიარდ ნახევარამდე არის ინვესტიცია განხორციელებული დაახლოებით 10,000-მდე დასაქმებული პირი არის და ძირითადად რა თქმა უნდა ეს კომერციული პროექტია და მასშტაბური არის და მიმზიდველობა ბევრია, ფასებიც იზრდება და რა თქმა უნდა შეძლებული ძლიერი ასე ვთქვათ მოქალაქეები იძენენ და ძირითადი ნაწილი სერბი მოქალაქეების არის, მაგრამ ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან ამაზეც იყო საუბარი რომ ესეც აღსანიშნავია რომ სერბეთში ასე ბელგრადი ერთ-ერთი უსაფრთხო ქალაქად ითვლება ყველას სურს აქ ჩამოსვლა აქ კრიმინალთან დაკავშირებით და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მართლაც კარგი შედეგები აქვს და ამ ყველაფრის გათვალისწინებით რა თქმა უნდა ყველა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ბელგიიდან გერმანიიდან ცდილობენ რომ ამ პროექტის საშუალებით შეიძინონ ბინები და ასე რომ ეს არის მოცემულობა, ეს არის შედეგი, რაც ჩვენი თვალით ვიხილეთ, თქვენს გქონდა შესაძლებლობა ეს ყველახა ციფრებზე ვისაუბრე, დარწმუნებული ვარ, რომ კიდე იქნება თხოვნა უკვე უშუალოდ ვისაც აქვს სურვილი და უფრო მეტად და კარგად გაშუქდეს ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ მოორჩეს ერთხელ და სამუდამოდ ეს ხელოვნურად შექმნილი სპეკულაცია, რაღაც გაუგებარი არაბიზაციის თემაზე, არაფერთან კავშირში არ არის, ეს არის უდიდესი კომპანია, რომელზეც საუბრობდნენ სხვადასხვა სახის ასე მოარულ ჭორებზე, ეს არის ფაქტი, რაზეც მე დღეს ვლაპარაკობ, ჩემი თვალით საქართველოს პრეზიდენტმა დელეგაციასთან ერთად თავად იხილა ეს ყველაფერი, თავად ნახა ციფრები, თავად ნახა განხორციელებული პროექტები, რომლებიც ჯერ 100%-ით არ განხორციელებულა ბოლომდე, ეს პროცესი გრძელდება და ძალიან კარგი მაგალითია იმის თუ როგორ თანამშრომლობს ერთმანეთთან სახელმწიფო და Eagle Hills-ი ეს უდიდესი კომპანია. ეს არის მაჩვენებელი იმისა, თუ რა უნდა განხორციელდეს საქართველოში და არავის არ მივცევთ უფლებას, რომ მსგავსი პროექტი, რომელიც ჩემი თვალით ვიხილი აქ და რამხელა, ასე ვთქვათ, ბენეფიტი და რამხელა შესაძლებლობები აქვს სახელმწიფოსთვის, რომ ესეთი პროექტები ხორციელდება, რამდენად მნიშვნელოვანია, არავის არ მივცევთ უფლებას, რომ ასეთი ხელოვნურად დაგეგმილი გარედან მოხვეული ასე ვთქვათ მიზანმიმართული ქმედებებით ხელი შეუშალონ ამ პროექტის განხორციელებას. აი საქართველოს მინდა დამეკითხა თქვენ სახსენეთ მათ შორის Eagle Hills-თან მიმართებაში თქვენი აზრით რა არის მთავარი მიზანი იმ დეზინფორმაციული კამპანიის რომელიც საქართველოში მიმდინარეობს კომპანიასთან მიმართებაში ახლა დაიწყეს ფეიქ ვიდეოების გავრცელება? ხო მე მგონი სულ რამოდენიმე დღის წინ მქონდა მე ინტერვიუ და ინტერვიუში გამაცხადე რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებული თემებია, რაც კი რამე ხდება დღეს საქართველოში, საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, ეს ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებულია.
BBC-ს ფილმიც, ეს Eagle Hills-ის პროექტების წინააღმდეგ წასვლაც, ეს გამოსვლების ყველაფერი არის გარედან ინსპირირებული ძალების მიერ, რომლებიც რა თქმა უნდა ეწინააღმდეგებიან რომ ის რომ საქართველოს სუვერენულია, ის რომ საქართველო ვითარდება, მაგრამ ის რომ საქართველო თავს არ უხსნის არავის და მათ დაკვეთებს არასრულებს, რა თქმა უნდა ისინი მოქმედებენ სხვადასხვა სახით, სხვადასხვა საშუალებებით და ცდილობენ ჩვენ და სამწუხაროდ ზოგი ნამდვილად არ არის ინფორმირებული იმის შესახებ, რომ ვინ არის მის ზუგს უკან და ვისგან იგეგმება ეს და შეიძლება საზოგადოებამ კითხვა დასვას ხო, არიანი კონსერვატიული ძალები და არის პირიქით ლიბერალური ძალები და ნაციონალური მოძრაობა, რომელიც თითქოს ისინი ერთმანეთს ვერ იტანენ და ამ საქმეში ერთად არიან და ერთად ეწინააღმდეგებიან ჩვენს ხელისუფლებას და სახელმწიფოს. ხო, რაში უნდა იყოს საქმე, როცა ეს კითხვა იწმება და ჩვენ გვაქვს ინფორმაციები, რომ სწორედ ერთი ასე ვთქვათ დამკვეთი ყავს ამ ყველაფერს, ეს უნდა იცოდეს საზოგადოებამ და პასუხი არის ის, რაც ჩვენ განვახორციელებთ დღევანდელი თემაც პირდაპირ მნიშვნელობით ნებისმიერ შეუძლია და გთხოვთ ყველას მედია საშუალებას, რომ კარგად გააშუქოთ ეს ყველაფერი, რაც დღეს ჩვენ ვნახეთ, ციფრებით არის ეს მოცემულობა კიდევ თუ იმ ზუსტად ანალოგიური პროექტით, რაც სახელმწიფო სერბეთმა თავისი ასე 35-იანი წილით რა შემოსავალი მიიღო და როგორ ვითარდება ეს პროცესები და ამ პროექტის განვითარება ბელგრადში. ანალოგიურად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ჩვენთან არ მოხდეს ხელშეშლა და რა თქმა უნდა ამის უფლებას არავის არ მიცემთ და დარწმუნებული ვარ, რომ ერთ-ერთი წარმატებული პროექტი იქნება საქართველოში Eagle Hills-ის მიერ განხორციელებული. მე მაინტერესებს თქვენი აზრი, რატომ შეცვალეს ასე რომ ვთქვათ რიტორიკა იმ აქტორებმა, ვინც უკრაინის ომის მოლაპარაკებებში მათ შორის აქტიურად იყვნენ ჩართული, საუბარია მაგალითად ამ შემთხვევაში ბორის ჯონსონზე, რომელიც დღეს აღიარებს, რომ უკრაინას ნატოში გაწევრიანების შანსი არც არასდროს ჰქონია. რას ნიშნავს ეს მისი განცხადება? ეს განცხადებები ჩვენთვის ხომ გასაკვირი არ არის. მე მაქვს ხედველობაში საქართველოს ხელისუფლება და ის ადამიანები, ვინც ზენდობოდა საქართველოს ხელისუფლებას, ვერჩი დაუდგა იმ გამოწვევების შესახებ, რა გამოწვევებიც იყო, ჩვენ ხო საუბრობდით, ეს ორმაგი სტანდარტი, ზუგს უკან ისინი მოქმედებენ სხვანაირად, ჩვენთან მიმართებაშიც კულუარულად ინფორმაციები ჩვენ იძულებული ვიყავით, რომ ზედაპირზე გამოგვეტანა და ჩვენი საზოგადოებისთვის გვეთქვა სიმართლე თუ რა სითხოვდნენ ჩვენგან, ანალოგიური მოთხოვნა იყო უკრაინასთან მიმართებაში. თქვენ გახსოვთ პირველი ეტაპი, როცა სამშვიდობო მოლაპარაკებასთან იყო ახლოს მისული ეს ყველაფერი, შემდეგ დაახლოებით 1 წლის შემდეგ თუ არ ვცდები, არახამია იყო, ვინც გათქვა ეს ასე ვთქვათ საიდუმლო საუბარი, რომ ჯონსონი იყო ჩასული უკრაინაში და მან კატეგორიულად მოთხოვა მათ, რომ არაფრის დიდებით არ დათანხმებოდნენ ამ სამშვიდობო ხელშეკრულებას. ეს შემდეგ გავიგეთ ეს ყველაფერი ჩვენ, ხომ? ანალოგიური დამოკიდებულებით ხდება ყველაფერი. ერთია საჯაროდ რას საუბრობენ ისინი და მეორეა რას ახორციელებენ და რას ითხოვენ კულუარულად და ასევე ნიშანდობლივია, რომ ეს ყველაფერი ზედაპირზე ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ ამოიტანა და მანაც ტრამპის საშუალებით და ვიცე-პრეზიდენტების და სახელმწიფო მდივნის საშუალებით დაიწყეს პირდაპირ საუბარი. გაიხსენეთ ხო ჩვენი დამოკიდებულება, ჩვენი ბრძოლა არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამჭირვალობის კანონი, USAID, NEDI, ეს ყველაფერი ზედაპირზე ამოვიდა, მას შემდეგ რაც ამერიკის სახელმწიფო ადმინისტრაციამ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პირდაპირ მნიშვნელობით დაადანაშაულა და გააუქმა ეს ორგანიზაციები. ეს ხო ჩვენს თვალწინ მოხდა ეს ყველაფერი. ჩვენ ხო ამათთან პირდაპირ მნიშვნელობით როგორი, ასე ვთქვათ, ზეწოლები გადაიტანა მთელმა საზოგადოებამ. ხო, რამხელა ძალისხმევა დაგჭირდა იმისთვის, რომ ეს დამოკიდებულება, რომელიც პირდაპირ მტრობა იყო და სამწუხაროდ ამაში მონაწილეობდნენ ჩვენი მოქალაქეები, მათ მიერ დაქირავებული და დღესაც ეს მილევადი პროცესია, ჩემის აზრით, რომლებიც კიდევ ასრულებენ სწორედ ამდაგვარი ორგანიზაციების მიერ დაკვეთას და ეს არის ხელის გულზე ყველასთვის ნათელი მაგალითი. ჩვენ გავაგრძელებთ სამართლიან ბრძოლას, როგორც დღეს Eagle Hills-ზე შედეგის მიხედვით ვპასუხობთ მათ, რომ დღეს აქ სერბეთში, ბელგრადში მათი მიერ განხორციელებული პროექტი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ყველაზე მნიშვნელოვანია დღეს სერბეთისთვის და მე მგონი ჩვენმა ტელევიზიებმა ჩაწერეს კიდევაც ვიცე-პრემიერი ისაუბრა ამ პროექტის შესახებ. ეს არის პასუხი, ეს უნდა
გავაგებინოთ ჩვენ საზოგადოებას იმ ხალხს, ვინც თითქოს რაღაცა მოარული ხმებით, რაღაცას თითქოს აპირებს ჩვენი ხელისუფლება, რომ აქ უცხოტომელები და სხვა ეროვნების ადამიანები მასშტაბურად უნდა შემოიყვანოს და ამას ემსახურება ეს პროექტი, აი ამ სიგიჟეში არის გადასული ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგზელებთ შედეგზე ორიენტირებული ფაქტების ასე ვთქვათ, ჩვენებით ამ ყველაფერს და გავცემთ ყველას პასუხს და საქართველოს გახდება უფრო ძლიერი. მე კიდევ ერთხელ არ მინდა რომ მოვცილდე თემას რა ვიზიტას ვზარდებოდი, მე შემიძლია ჩავთვალო ეს იყო ერთ-ერთი წარმატებული ვიზიტი. სერბეთი არის და უფრო მეტად გახდება ჩვენი პარტნიორი და უფრო კარგი მეგობარი და ჩვენ უფრო მჭიდრო ურთიერთობებს განვავრცობთ შემდგომში ყველა დარგის და ყველა მიმართულებით. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინთან საუბარი სასარგებლო იქნება და ამისათვის როგორც ევროპამ, ასევე უკრაინამ შესაბამისი ჩარჩო უნდა იპოვოს, როგორ შეაფასებთ თქვენ ამ გზას? გასაკვირი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ ადამიანებისგან და მათი ქმედებებისგან გასაკვირი ნამდვილად არ არის. გასაკვირი ის იყო, რომ ჯერ კიდევ საქართველოში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც რუსული კანონი სჯერათ და ამ ყველაფერს არც აკვირდებიან და პროტესტის ნიშანიც კი არ გააჩნიათ, მაგალითად მაკრონის მიმართ, მაგალითად ტრამპის მიმართ, რომელიც ერთ-ერთში საუბრობს ჩვენი გზავნილებით, ხომ? ეს ადამიანები თითქოს საქართველოსთვის ბრძოლობენ, მაგრამ აქ ხო გამოიკვეთა, რომ მათ რა თქმა უნდა, ზედაპირულად ეს ყველაფერი თითქოს ჩანს, რომ საქართველოსთვის იბრძვიან, მაგრამ პირდაპირ მნიშვნელობით ჩანს, რომ დაკვეთისან პირდაპირ ასე ვთქვათ, მოტყუებული ადამიანების როლში არიან. და ამას ჩვენ ვეღარაფერს ვეღარ უშველით, იმიტომ რომ სახელმწიფოს აქვს თავის ვალდებულებები, თავისი განვითარების გზები, ესეც ნათელია ყველასთვის. მე უბრალოდ მოუწოდებ, ვის მოწონს ხელისუფლება, ვის არ მოწონს, ვიხემძღვანელოთ ყველამ ჩვენმა მოქალაქემ ფაქტებთან დაკავშირებით და რაც რეალობა არის. ეს არის მთავარი. არავინ არ აძალებს ვინმეს, რომ გინდა თუ არა მოგწონდეს ხელისუფლება, მაგრამ შეფასებაში უნდა ვიყოთ ყველა სამართლიანი, როცა ჩვენ ქვეყანას ეხება ეს ყველაფერი და ამიტომ მოუწოდებ კიდევაც. იყავით კრიტიკულები, ოღონდ ვისაუბროთ ფაქტებზე. ფაქტები კი არა არაბიზაცია, არამედ აი ეს პროექტი, რომელიც დღეს ჩვენ მოგვეცა საშუალება, რომ ვაჩვენოთ საზოგადოებას თუ რას წარმოადგენს მსგავსი პროექტის განხორციელება საქართველოში. რაც შეეხება მაკრონს, ევრობიუროკრატიას, ხედავთ, რომ უდიდესი კრიზისის წინაშე არიან, ეს პროცესები გარდაუვალი იყო, არ დაწყნარებულა სიტუაცია. მაკრონის ეს განცხადებას იმას ნიშნავს, რომ მათ არ აქვს სხვა გამოსავალი, ეძებენ გზებს, რომ ამ სიტუაციიდან გამოვიდნენ. როგორ უნდა დამთავრდეს უკრაინის ომი და ასე შემდეგ, კიდევ უფრო მეტ ესკალაციაში რო არ შევიდეს და ევროპის სხვა ქალაქებში არ გადმოვიდეს, ძალიან ბევრი აზრები, ასე ვთქვათ, ისმინება სხვადასხვა ლიდერების მხრიდან, სპეკულაციებსაც ბევრი ადგილი უჭირავს ამ ეტაპზე, ამიტომ ის გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, არა მარტო დაკვირვების თვალსაზრისით, არამედ ვიცით რა გვინდა და ეს სამშვიდობო პოლიტიკა ეს არ იყო მხოლოდ რაღაცა მარტო ერთი სურვილი, ეს არის გრძელვადიანი ხედვა და გამოწვევების აღქმა, რა გამოწვევები შეიძლება დამდგარიყო. ჩვენ ხედავდით ამ პროცესს და ის პროცესი, რომელიც დღეს გრძელდება და ის პოზიცია, რომელიც საქართველოს აქვს, დღეს ბევრ ქვეყანას უნდა რომ იგივე პოზიციაში იყოს და ამიტომაც არის რომ ჩვენ გვაქებენ და ამიტომაც არის რომ სერბეთს უნდა ჩვენთან ძალიან კარგი ურთიერთობა და პარტნიორობა არა მარტო პოლიტიკურ საკითხში, არამედ მოგახსენეთ, რომ ძალიან ბევრი მიმართულები ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ განავითაროთ ჩვენი ურთიერთობები. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ადამიანის უფლებების კუთხით მდგომარეობის რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 79 ქვეყანამ, მათ შორის საქართველო. და მაინც გვესმის მუდამ ბრალდებები, რომ არ უჭერთ მხარს ომში ყოფ ქვეყანას რასთან. მე მგონი არც უნდა მივცეთ და არც დრო არ უნდა დავხარჯოთ იმისთვის, რომ მსგავსი გადაწყვეტილებების მიმართ ვინმეს აქვს განსხვავებული მოსაზრება, იმიტომ რომ ჩვენი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ კაფიოა ჩვენი ხაზი, რას აკეთებს დღეს საქართველოს ხელისუფლება.
პირნათელი არის როგორც უკრაინასთან, ყველა ქვეყანასთან მიმართებაში და ჩვენ ვიცავთ ამ პრინციპებს, სამართლიანობის პრინციპებს, ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი ხალხის წინაშე ვართ პირველ რიგში პასუხისმგებელი და დღეს ეს უჭირთ ამ ქვეყნებს, რომ საკუთარ ხალხს თვალებში ვერ უყურებენ. ეს დრო დგება დღეს იმ ქვეყნებში, სადაც ამ ყველაფერზე განსხვავებულ შეხედულებებს ყოველდღე ცვლიდნენ. აი ეს ორმაგი სტანდარტი და საქართველოს მიმართებაში ქონდათ ამ ქვეყნებს, დღეს საკუთარ ქვეყნებში ექნებათ პრობლემები და ეს ჩვენ გავლილი გზა არის ჩვენთვის და ყველა ეცდება და საზოგადოებების დარწმუნებული ვარ მოთხოვენ საკუთარ ხელისუფლებებს რომ იყვნენ სამართლიანები და პირველ რიგში ემსახურონ საკუთარ ქვეყნებს და გამოიკვეთა კიდევაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნები იცით ტრადიციულად რომ უნგრეთი, სლოვაკეთი დღეს ჩეხეთმაც ანალოგიურ პოზიციას, სერბეთი ასევე და ნელ-ნელა ეს სია გაიზრდება, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ელემენტარული რამე როგორც ადამიანს, რომელსაც ჯანსაღი აზრები გააჩნია და ჯანსაღად ფიქრობს საკუთარ ცხოვრებაზე, რა თქმა უნდა, მას აწუხებს, რომ მის მიმართ არის ორმაგი სტანდარტი და მას ექცევიან უსამართლოდ. ასევეა სახელმწიფოს, არ შეიძლება ვინმეს თავი დაუხარო მით უმეტეს იმ გამოცდილებიდან გამომდინარე რა გამოცდილება ჩვენმა ქვეყანამ გაიარა და ამას კარგად გძნობენ ის ქვეყნები ზოგს უჭირს ზოგს უძნელდება ამ გადაწყვეტილების მიღება მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს არის ყველაზე სწორი გზა და ეს არის ბრძოლა საკუთარი ქვეყნისთვის საკუთარი ეროვნული ინტერესებისთვის და ამისთვის არის ხელისუფალი და ამისთვის არის ხალხი რომ პირველ რიგში საკუთარ ქვეყანას ემსახურონ და სამართლებრივ დაკავშირებით ორი დღის წინ იყო ევროპარლამენტში დებატები და კიდევ ერთხელ განხილვა საქართველოს მიმართ კრიტიკა იყო დემოკრატიის უკუსვასთან დაკავშირებით მათ შორის განხილვებული და აგრეთვე სისტემატიკაცია მათ შორის და ეს შეფასება მოდი ვიყოთ გულწრფელები ეს შეფასება რო ყოფილიყო დაახლოებით 5 წლის წინ 7 წლის წინ იქნებოდა ძალიან დიდი სკანდალი, ძალიან დიდი გამოსვლები და ამ შემდეგ. ხო ხედავ გამეღიმა ამ ყველაფერზე, იმიტომ რომ იმდენად უმნიშვნელო გახდა მათი შეფასებები, იმიტომ რომ რაზეც ახლა მე მანამდე ვისაუბრე, ეს ორმაგი სტანდარტი, უსამართლო ქცევები მათი მხრიდან, შეურაცხყოფელი დამოკიდებულებები. ეს არა მარტო ხელისუფალს გვეხება, არამედ მთელმა საქართველოს თითქმის და თქვენი საშუალებებაც, როცა აშუქებთ დაინახა ნათელი სურათი თუ როგორ მოქმედებენ ეს ადამიანები. თქვენ ახლა ისაუბრეთ, ხო, ზელენსკის მიმართებაში ჯონსონის დამოკიდებულება თურმე ნატოში მიღება არც არასდროს იგეგმებოდა, ხო არა და პირველი მიზეზი იყო იმისა, ეს ომი რატომ მოხდა, ხო? რუსეთ-უკრაინის ომი. აი წარმოიდგინეთ ამ დამოკიდებულებებით, ჩვენ რომ ესე არ გვებრძოლა და ჩვენი საზოგადოება ინფორმირებული არ ყოფილიყო, ჩვენ მივიღებდით არანაკლებ შედეგს, რაც უკრაინაშია. ეს განსხვავებაა, რომ ჩვენ მოამზადეთ საზოგადოება, იმიტომ რომ მართლები ვართ და აუცილებელი იყო, რომ ის ინფორმაცია, რასაც მე ვფლობდეს ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა. ამიტომაც არის უმნიშვნელო მათი შეფასებები. მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ იმასაც კი ვახერხებთ ჩვენ, რომ არ დავარქვათ მათ მიერ გადაწყვეტილებებს, ევროპის გადაწყვეტილებები და ჩვენ მიჯნავთ ამ ევრობიუროკრატიას, რომელსაც თავიანთ ქვეყნებში არ აქვთ უკვე მხარდაჭერა. ჩვენ ვიცით უფრო მეტი, ჩვენ გვძნობთ ამ ყველაფერს და ჩვენ გვჯერა, გვეიმედება, გუშინ ამაზე მქონდა საუბარი, რომ ევროპის ქვეყნები დაიბრუნებენ თავიანთ ღირსებას. რომ ესე დღეში ევროპა არ უნდა ჩავარდეს, რა კრიზისი დღეს არის ევროპაში. და ის ადამიანები კიდევ ერთხელ არ მინდა მათი ხსენება, ვინც ამის გამო შეუძლია რომ აი პირდაპირ ასე ვთქვათ დაკვეთა არის რომ ამ გზავნილებს, რომელსაც ევრობიუროკრატია აცხადებს საქართველოს წინააღმდეგ თითქოს დემოკრატიული უკუსვლა და აგირღვევა ვიღაცის უფლებები და პოლიტიკურ პარტიებს ებრძვიან და ამ ზღაპრებს როცა ყვებიან და ყვებავენ ჯერ კიდევ ამ მილევად თითქოს რადიკალურ ფთას, რომელსაც არ ვიცი ხა რითი შეიძლება ყვებო, ხო, ეს ერთ-ერთი საშუალება იყო, რომ გადააწოდეს, ასე ვთქვათ, ფეხბურთელი როგორ გადაცემა, რომ იქნებ როგორმე რამე ქნან, მაგრამ არც გოლის გატანა შეუძლიათ, არც სირბილი შეუძლიათ, აღარაფერი აღარ შეუძლიათ. აი, არ ვიცი, საცოდავ დღეში არიან. ერთადერთი კიდევ აღნიშნავ, როგორც ქართველი გული მტკივა, ახალგაზრდებზე მტკივა გული, ვინც შეცდომაში შეიყვანეს
გამოკეტილი ყავს. ჩვენ არ გვყავს ის ადამიანები ციხეში გამოკეტილი. ამ ადამიანებს ყავთ ციხეში გამოკეტილი, ერთმა არ გაბედოს და არ გაიაზროს, რა შეცდომაში იყო შესული, იმდენად აყავთ ასე ვთქვათ, იზოლირებული, რომ ერთმა მათთაგანმა რომ გაბედოს, რომ ეს შეხედეთ რა სიძახის ჯონსონი, შეხედეთ რა სიძახიან გამჭირვალობის კანონს, შეხედეთ როგორ ექცევიან უკრაინას, შეხედეთ რა სიძახის ტრამპი, შეხედეთ რა სიძახის ევრობიუროკრატია. ეს ყველაფერი რომ გაიაზრონ ამ ახალგაზრდება, ეს ხო იმისთვის არის საჭირო, რომ ეს ყველაფერი, რაზეც მე ვისაუბრე, სუპირიქით იყო მათ მიერ აღქმული. ეს ყველაფერი ხომ შეიცვალა და როგორ შეიძლება 20 წლის ბიჭი რო ხარ და 25 წლის ბიჭი იგივე აზრზე დარჩე, რის გამოც შენ თითქოს პატრიოტი გახდი, რის გამოც რაღაცა ღირებულებები გინდოდა რომ შეგექმნა და ამისთვის დაგეცვა შენი პოზიციები, ეს ყველაფერი გაფერყდალთა გადაიხაზა ხაზით და აღარაფერი აღარ არსებობს და ვიღას ეწინააღმდები გაბრაზებული ხარ რომ შენ ძალადობა ან პოლიციის მიმართ რაღაცა ის გამოიჩინე აგრესიულობა და ამაზე გიპასუხეს და ამის გამო უნდა იყო აი ესე მოტივირებული რომ დაანგრიო ქვეყანა და გადააყენო ხელისუფლება. ეს არ არის ბრძოლა და ამიტომ მეწოდებიან ეს ადამიანები კიდევ ერთხელ ვიზახი და დადგება ის დრო თუ არ დადგება მიყვებიან პროცესს და როგორც იქნება საქართველოს და ხელისუფლება და ჩვენი ჯანსაღი ნაწილი საზოგადოების რომელიც საღად უყურებს ამ ყველაფერს ვერ გადაუხვევთ ჩვენ გზას. ერთი კითხვაც მაქვს, ევროკავშირს სურდა გაყინული რუსული აქტივების გამოყენება უკრაინის დასახმარებლად, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა და ევროპული საბჭოს სამიტის მონაწილეები უკრაინისათვის 90 მილიარდი ევროს წელების ცეცხლი არ შეთანხმდა. ხო, ცეცხლის თემაც ვიცით ხო, ეს ცეცხლის თემაც ესეც იყო სწორედ იმ ადამიანებისთვის განხორციელებული, მათ სხვა თემა იყო, რომ ვერ მოხდა შეთანხმება იმ გაყინული აქტივების გამოყენების და ეს იყო ერთგვარი გამოსვლა სიტუაციიდან, მაგრამ ძალიან კარგად იციან, რომ ეს ცეცხლის თემაც ძირითადად ბჭყალებში ვიტყვი ბლეფი არის და რთული განსახორციელებელი იქნება. ამაზე მაქვს საუბარი, რომ პირდაპირ გაყიდული არის ეს ქვეყანა. ჩვენ და სამწუხაროდ ეს პროცესები ესე ვითარდება და კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ, რომ ყოველთვის პირველ რიგში დავაყენოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესები, ჩვენი ეროვნული ინტერესები, იმიტომ რომ ეს პროცესები რაც უფრო მეტად რთულდება და კრიზისი კიდევ უფრო მეტად თვალში საცემი ხდება, უნდა ველოდოთ უფრო მეტ გამოწვევებსაც. ამისთვის ჩვენ მზათა ვართ, მაგრამ კიდევ უფრო მეტად მომზადებული უნდა იყოს ჩვენი საზოგადოება, იმიტომ რომ ეს კრიზისები, რაც გამოწვეულია უკვე პირდაპირ ევროკავშირში, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ ჩვენ ზურგს, კიდევ ერთხელ ვიძახით, არ ვაქცევთ და ვერ ვაქცევთ ჩვენი ინტერესები გვაქვს, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი შესაძლებლობებია, დღე არ გავა კიდევ ერთხელ რო არ გავიმეორო, რომ ის კვანძი, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ შუა დერეფანს, უამრავი, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება და ამაში მონაწილე უნდა ვიყოთ და ევროპა ჩვენზე უარს ვერ იტყვის და ვერ ჩვენ ვიტყვით ევროპაზე უარს. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და მივყვეთ პროცესებს ჩვენ მზათა ვართ ყველაფრისთვის რომ უპასუხოთ ჩვენ საზოგადოებას და სამართლიანი მიდგომით ყველას ფაქტებზე დაყნობით გავცეთ პასუხი და არ მივცეთ ამ ძალებს, რომელიც ემტერებიან საქართველოს ზოგი ნეფსი ზოგი უნებლიეთ, რომ შეაფერხონ ჩვენთვის მნიშვნელოვანი პროექტები ჩვენი საზოგადოების განვითარებისთვის. კარგი. 4 ოქტომბერს არ აღიარებენ ბრალ საერთაშორისო, თუმცა არ ვარყოფენ რომ ეს ფაქტები ჩაიდანეს, მისცემა რომ ეს დანაშაული არ არის, როგორ შეგვეცადოთ. აი, არ ვიცი ხა მათი განცხადებები ჯერ 4 ოქტომბრამდე იწევდა ჩემში რაღაც გაუგებარ შტაბ-ეშტილებებს და აღმოჩნდა რომ თვითონაც გაუგებრად იყვნენ ამ ყველაფერთან მიმართებაში, მე ერთმანეთს ეკითხებოდნენ 4 ოქტომბრის მერე თუ რა გვინდოდა, რას ვითხოვდით და ვის მივყვებოდით და რისი გვჯეროდა, ეს ადამიანები აბსოლუტურად სხვა განზომილებაში არიან და შეუძლებელია, ამიტომაც არ ხდება ჩვენ შორის რაიმე კომუნიკაცია ესეთი, რომ სახელმწიფოსთან მიმართებაში ვიყოთ, შეიძლება განსხვავებული აზრები გქონდეს, მაგრამ შეუძლებელია, როცა ადამიანები ამ შეგნებით არიან გამოსული 4 ოქტომბერს, ისინი ცდილობდნენ, რომ დაემთავრებინათ ერთ დღეში ყველაფერი და საკუთარი მომხრეებიც კი გააგიჟეს ამ თვალსაზრისით და ყველა შოკში არის იმის მერე დღემდე კითხვის ნიშანია რომ რასაპირებდნენ თვითონაც ვერ გაიგეს რომ ვისი ის იყო ეს ინიციატივა რომ 4 ოქტომბერს რამე უნდა მომხდარიყო და აი როგორ შეიძლება სერიოზული საუბარი ამ ადამიანებზე ხო მაგრამ სახელმწიფოს ვერ მოიქცევა კიდევ ერთხელ რომ მეუბნებ რომ რაც არ უნდა სასაცილო იყოს რაც არ უნდა ქილიკის საგანი იყოს სახელმწიფო
კანონის, უზენაესობის, კონსტიტუციის აღსრულების, სამართალდამცავი ორგანოების თავის მოვალეობის შესრულების გარეშე სახელმწიფო არ იარსებებს. ყველა ეს ქმედებები ყოველთვის მიმართული არის ინსტიტუციების დასანგრევად. და ჩვენ პირიქით მოქმედებთ და არ მივცემთ არავის საშუალებას, რომ ჩვენ ინსტიტუციებს რამე შეეხოს. პირიქით, ჩვენი ძლიერი ინსტიტუციები მყარი გარანტია იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა იქნება ძლიერი და ამას დავიცვათ ყოველთვის. მადლობა. პირდაპირ ეთერში უსმენთ მიხეილ ყაველაშვილს. საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი სერბეთის რესპუბლიკაში დასრულებულია. ჩვენ ვაგრძელებთ გამოშვებას. ძებნაში მყოფი ბიჭიკო პაიკიძე დაკავებულია. ამის შესახებ მისი საქმის პროკურორმა განაცხადა, ბრალდებული ესპანეთში დააკავეს. მას ბრალადედება სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მხრიდან თაღლითობაში დახმარება და ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის დამზადება გამოყენება. პაიკიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად ჰქონდა შეფარდებული. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ირაკლი ყანდაშვილმა ადვოკატებს არჩევნების მეორე ტურში მობილიზაციისკენ მოუწოდა. მან ამ უმრჩეველს პირველ ტურში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, რომლის შედეგად ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოში 11-დან 8 წევრი, ეთიკის კომისიაში 15-დან 12 წევრი და სარევიზიო კომისიაში 5-დან 4 წევრი სწორედ მისი გუნდიდანაა. ირაკლი ყანდაშვილსა და ირაკლი ჩომახაშვილს შორის მეორე ტური 21 დეკემბერს გაიმართება. ასოციაციის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ განუხრელად მიდგები პროფესიის სრული დამოუკიდებლობის სადარაჯოზე. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, რათა ეს დიდი კორპორაცია იყოს ერთიანი. არ ხდებოდეს წევრებს შორის დაპირისპირება, რამაც თამდევად შეიძლება გამოიწვიოს პროფესიის გახლიჩა. მე ვიქნები ასოციაციის თითეული წევრის თავმჯდომარე, თითეული წევრის გვერდით და როგორც წევრების, ასევე პროფესიის ინტერესების სადარაჯოზე. 15 წლის მოზარდის ცემაში ბრალდებული მკლავჭიდელი ხატია ვიბლიანი მოსამართლემ დამნაშავეცნო, მას 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა პირობითი სასჯელის სახით მიესაჯა. ვიბლიანს შეეზღუდა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის უფლება და დაეკისრა სავალდებულო კურსის გავლა ქცევის კორექციის მიმართულებით პრობაციის ეროვნულ ბიუროში. თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტში ცვლილება შეიტანა. საკრებულოს სხდომაზე თბილისის მუნიციპალური ნარჩენების მართვის სტრატეგია და ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმაც დაამტკიცეს. როგორც სხდომაზე აღინიშნა, სტრატეგია ნარჩენების მართვის კოდექსთან სრულ შესაბამისობაშია. დედაქალაქის საკრებულო ინჯელა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის მუნიციპალური ნარჩენების სტრატეგიის დამუშავების შესახებ პროგრამა. ჩვენ გვქონდა შეიძლება გარკვეული ფიზიკური პირებისთვის მიწის გადაცემის თაობაზე პრივატიზაციის შესახებ საკითხებზე, ასევე ქალაქის გენერალური გეგმის და დამტკიცებული კონკრეტული გენერალური გეგმიდან გამომდინარე დავალებების გაცემის თაობაზე. 2025 წლის ბიუჯეტი მაქსიმალურად იყო მორგებული ამ ქალაქში მაცხოვრებელ თითოეულ ადამიანზე. შემდეგი საკრებულოს სხდომა, რომელიც 23-ში გაიმართება, იქნება უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის მიღება დედაქალაქის მერის ანგარიშთან ერთად. ეს იქნება 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცება და მე დარწმუნებული ვარ ასევე, რომ შემდეგი წლის ბიუჯეტიც იქნება მაქსიმალურად მორგებული იმ საჭიროებებზე, რომელიც ჩვენი დედაქალაქის მაცხოვრებლებს აქვთ. ინფრასტრუქტურის მინისტრმა მშენებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, სექტორში არსებული გამოწვევები და სახელმწიფო კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაძლიერება. რევაზ სოხაძემ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ხარისხის სტანდარტების მკაცრ დაცვაზე, გამჭვირვალე პროცესებსა და ეფექტიანი პარტნიორობის მნიშვნელობაზე. ვისაუბრეთ მომავალ წელთან, მომავალი წლის გეგმებთან დაკავშირებით, თუ რას გეგმავს ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რა სამუშაოების განხორციელებას, რა პროექტების დაწყებას და ასევე რა მიდგომები გვექნება ჩვენ მომავალ წელთან დაკავშირებით. ასევე მოვისმინეთ ის პრობლემები, თუ რას ფიქრობენ კომპანიები, რა გამოწვევები არის მათთვის დღეს არსებული და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ძლიერი ქართული კომპანიები ჩამოყალიბდეს ბაზარზე. ჩვენ ამ კომპანიებს უყურებთ როგორც ჩვენს პარტნიორებს ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში. მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია კერძო სექტორისთვის, რომ მათაც ჰქონდეთ წარმოდგენა რა ცვლილებები იგეგმება. სასახეთ მივესალმები იმ მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომელიც ამ სექტორში ხდება და ფაქტიურად ეს დიდი რეფორმის ნაწილი არის.
და ეს რეფორმა როგორც დროსთან არის დაკავშირებული, ისევე მნიშვნელოვან რესურსებს მოითხოვს. პირველ ქვით ბრიგადაში ბრიგადის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ბრიგადის 33 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტრო აგრძელებს ქართული ჯარის, მათ შორის პირველი ქვეითი ბრიგადის შესაძლებლობების გაძლიერებას. მისი განცხადებით, სამთავრობო გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია სამხედროების დაფასება და მათი სოციალური პირობების გაუმჯობესება. შესაბამისად, 2026 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში გათვალისწინებულია სამხედრო მოსამსახურეების ხელფასის კვლავ 10%-ით გაზრდა. თავდაცვის ძალების ისტორიაში პირველი ქვეითი ბრიგადის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება თავდაცვის ძალების მეთაურმა. სამხედროებს უწყებრივი მედლები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. ოფიციალური ღონისძიების შემდეგ პირველ ქვეით ბრიგადაში სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება ჩატარდა. დაღუპული, დაჭრილდაშევებული და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შვილებს დამდეგი შობა ახალი წელი თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა მიულოცეს. თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში სამხედროების შვილებისთვის მასშტაბური საახალწლო ღონისძიებები სამხედრო ბაზებზე ტრადიციად იქცა და უკვე მეორე წელია თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით და ორგანიზებით იმართება. ჩვენ ვიმყოფებით თავდაცვის ძალების ერთ-ერთ გამორჩეული სასახელო და საამაყო ისტორიის მქონე იმ ქვედანაყოფის საიუბილეო ღონისძიებაზე, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული ჯარის განვითარებაში, მის გაძლიერებასა და ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ჩვენი სამთავრობო გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია სამხედროების დაფასება და მათი სოციალური პირობების გაუმჯობესება. ამ კუთხით მინდა მადლობა გადაუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მთავრობასა და პარლამენტს მომავალი 2026 წლის დამტკიცებული ბიუჯეტისთვის, რომლის ფარგლებშიც კვლავაც 10%-ით იზრდება სამხედრო მოსამსახურეების ხელფასი. დაარსების დღიდან ბრიგადის პირადი შემადგენლობა ღირსეულად ემსახურება ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფას. მინდა თვითონ თქვენთანაც და ბრიგადის პირად შემადგენლობას მოგილოცოთ პირველი ქვეითი ბრიგადის დღე. რუსთავის ისტორიული მუზეუმის 2025 წლის არქეოლოგიური ექსპედიციის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა რუსთავის ისტორიულ ციხე-ქალაქზე და იქ მდებარე შუა საუკუნეებით დათარიღებულ სასახლეზე. რუსთავის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური არქეოლოგიური გათხრები მიმდინარე წლის ივლისში რუსთავის მერიისა და საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებით დაიწყო. ივლისიდან დღემდე ექსპედიციამ, რომელშიც მოხალისეების სტატუსით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, რუსთაველი მოსწავლეები, პროფესიონალი არქეოლოგები, რიგითი თაველებიც იყვნენ ჩართულები, უმნიშვნელოვანესი აღმოჩენები გააკეთა. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია საქართველოს საგანძურზე ზრუნვა, ამიტომ მივესალმები დღეს რუსთავის ციხე-ქალაქის ამ არქეოლოგიური ექსპედიციის შემაჯამებელ კონფერენციას და ნამდვილად ხვდებით, რომ ამ არქეოლოგიის 25 წლის განმავლობაში ამ 6 თვეში იმდენი აღმოჩენა გაკეთდა რუსთავში, რომ 26 წელშიც ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს და არა მხოლოდ რუსთავში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით. აღმოჩენებმა ხაზი გაუსვა და დაადასტურა კიდევ ერთხელ რუსთავის დიდი ისტორია და ის პოტენციალი, რომელიც ჩვენს ქალაქს ნამდვილად აქვს ამ ექსპედიციის ფარგლებში ძალიან საინტერესო იყო და მნიშვნელოვანი ახალგაზრდების ჩართულობა, მათი მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენების გაკეთება. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, წინ კიდევ ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს სამინისტროსთან ერთად. ეს ციხე სამბოლოდ თავისი არქეოლოგიური ობიექტებით იქნება ძალიან მნიშვნელოვანი როგორც ტურისტული ობიექტი, ასევე მნიშვნელოვანი ობიექტი იმისა, რომ ყველამ ნახოს თუ როგორი დიდებული წარსული გქონდა და რა საგანძური იქნა გამოვლენილი აი ამ კვლევების შედეგად. ქრონიკა 17 საათზე ამით დასრულებულია. რამდენიმე წუთში იმედის ეთერს ნათია სორდია განაგრძობს სტუმრებთან ერთად. მე გემშვიდობებით, ნახვამდის.